ლევან ნიკოლაიშვილი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი წევრი სტუმრობს პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ბატონ ლევან, როგორც წინა სტუმარი საუბრობდა, ჩვენ არ გვსურსო ლობისტურ კულუარულ პოლიტიკაზე დამყარებული ურთიერთობები შტატებთან. თქვენ საუბრობდით, რომ როგორც ჩანს რეალობა არისო სხვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, სხვა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვა საერთაშორისო საკითხებზეც არის დამოკიდებული. რას გულისხმობთ ამაში? დავიწყოთ იქიდან, რომ შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ აქვს დალაგებული, ასე ვთქვათ, ის საქმეები, რაც მას მიაჩნია, რომ თავისი ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს. ძალიან მარტივად რო ავიღოთ, ხომ, შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, რომ სოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ნაწილობრივ სამხედრო შედარება რო გავაკეთო, ხომ, ერთ-ერთი უძლიერეს ქვეყანას სხვადასხვა სარდლობები აქვს რეგიონებში, მაგალითად, ევროპის კონტინენტზე ევროპული სარდლობა არის, აღმოსავლეთის ქვეყნებში ცენტრალური სარდლობა, ატლანტიკური სარდლობა და ასე შემდეგ, წყნარი ოკეანის სარდლობა და ასე შემდეგ. ანუ მთელ მსოფლიოზე არის ის მოდებული, როგორც გინდათ ისე გამიგეთ და შესაბამისად მისი პოლიტიკა მთელ მსოფლიოში ხორციელდება. მას შემდეგ რაც ადმინისტრაცია შეიცვალა და რაც ტრამპმა გააკეთა ერთ-ერთი თავისი საარჩევნო მოწოდება იმის თაობაზე, რომ იმას უნდა რომ ამერიკა ისე ძლიერი იყოს, რა თქმა უნდა, მას ეს ინტერესები უფრო და უფრო გაუძლიერდა, მაგრამ პრიორიტეტებად არის დალაგებული. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომელიც არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა, მიუხედავად ბევრი, თქვათ, მოსაზრებებისა და ბევრი მიზეზებიც არსებობს. ახლა დღეს ამას ასაუბროთ ჩვენ არა ვართ, თავისთავად ხადია, მაგრამ მარტივად ხომ იქით ევროპა არ არის თანახმა ომის დასრულებაზე, რუსეთს თავისი მიზნები აქვს, უკრაინას თავისი, ამერიკას სხვადასხვანაირად წარმოადგენდა და შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი დასალაგებელი არის მისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის თუ უფრო მეტიც არა, ჩინეთთან ურთიერთობა. ვინაიდან ჩინეთი არის ის კონკურენტი ქვეყანა შეერთებული შტატებისათვის, რომელსაც მას მოუწევს ერთხელ რაღაცების გათვალისწინება მასთან ურთიერთობაში და რაღაცებზე, ასე ვთქვათ, მიწოლაც კიდე იმისათვის, რომ ისე და ისე თავისი ინტერესები გააფართოვოს. ამის გარდა ხედავთ ხომ საერთაშორისო ურთიერთობაში, საერთაშორისო პოლიტიკაში კიდევ რა ხდება, იქ ღაზას სექტორი არის, ისრაელის ამბავი არის, ლამის იყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი დაიწყო და მთელი რიგი საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რა თქმა უნდა, დარეგულირება ევროკავშირთან მისი ურთიერთობების. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ღიად შეიძლება ითქვას, რამს მანდამაინც არ სიამოვნებს როგორც ერთი კონკურენტი ევროპის კონტინენტზე და მეორე ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება ითქვას ნაწილობრივ ამოწურა თუ არა, მაინც უფრო მსუბუქად რო ვთქვათ, ვერ ასრულებს იმ თავის მოვალეობებს, რაც მას ჰქონდა თავიდანვე ჩანაფიქრში, როცა ის ყალიბდებოდა. ამას ემატება კიდე ცალკეული ქვეყნები და ასე შემდეგ. აი ამ პირობებში ხომ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ამერიკა და საქართველოზე თავს ეხლავე გადადებენ, ესე არ არის. და მთავარი არ დაგვაუწყდეს ისე, რომ საქართველო არის სამხრეთ-კავკასიის ერთ-ერთი მთავარი გასაღები, კი ბატონო, სტრატეგიული გეოგრაფიული სტრატეგიული მდგომარეობა მისი მართლაც მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ყველასათვის ძალიან სასურველი არის, მაგრამ უნდა გვავიწყდება რუსეთის ინტერესები და სხვა ქვეყნების ინტერესები. აი, აქვე ჩაგეკითხებით, ნახეთ, თქვენ საუბრობდით ჩინეთთან მიმართებაში, ექსპერტთა ნაწილი საუბრობდა დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ თავშეკავება ამერიკის მხრიდან არის იმიტომ, რომ არსებობს შემდეგი ფაქტორები: ანაკლე სპორტი და შუადერეფნის საკითხი. ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი? რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი მომენტი არის, ხა ჩინეთი არ არის ის მოთამაშე, რომელიც ამ თქვათ შესული არის ადმე, გნებავთ ეკონომიკურად ავიღოთ რომელიმე რეგიონში, ან გნებავთ ძალიან მალე იწყებს შესვლას და ვიღაცამ ესე ადვილად ხელი აუქმდიოს და გააგდოს. ესე ადვილი არ იქნება არავისათვის თავისთავად ცხადია. შესაბამისად ამას ამერიკის შეერთებული შტატებიც აცნობიერებს და იცის რომ ამ მდგომარეობაში მან რაღაცა ისეთ უნდა გააკეთოს, რომ თავისი წილი გავლენის მან არ დაკარგოს. თავის წილის გავლენაში ვფიქრობ, რომ მას რაღაცნაირად აქვს ალბათ ინტერესი, რომ ანაკლიაში ისეც იყოს. შეიძლება ისე ფართო სპექტრით ვერ იყოს წარმოქმნილი, მაგრამ რაღაცა მასაც უნდა კონდეს ანაკლიაში. მას, რა თქმა უნდა, ეს ამბიცია ექნება. ესე ადვილად შეერთებული შტატები და საერთოდ დიდი სახელმწიფოები არაფერს არ თმობენ.
ეხლა არის კიდევ ის მომენტი, რომ იციან, ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად ან რუბიო რო ავიღოთ ამ შემთხვევაში, რაზეც ატყდა ხო ეს ერთგვარი აჟიოტაჟი, იყოს ადამიანი, რომელსაც არ ქონდეს ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, აქ მიმდინარე მომენტთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია სხვათა შორის იმდენად სრულყოფილი, კი არა, იმდენად დიდი და ბევრი არის მისთვის, რომ ესე ადვილად ეს გაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება ერთი და მეორე ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეხლა ერთია რომ ჯო უილსონი, რომელიც ძალიან პროვოკაციულად უსვავს მას შეკითხვას, რომ ბატონო მარკ იქნებ გითხრათ, რომ საქართველოს მართლაც სუდია და თქვენი ჭირმა და თქვენ განაცვლეთ და მას თავისი მიზნები გააჩნია, გასაგებია, არის ჩვეულებრივად. მან დასვა ის შეკითხვა, რაშიც მან თანხა აიღო, შეიძლება ითქვას ზუსტად ისე. მაგრამ მეორე რომ ჩვენ ნახეთ ხომ ამ შეკითხვის პასუხად, ცოტა არ იყოს და კაცრი პასუხი რუბიოს მხრიდან, რომ ჩვენ ვეყნობით უფრო იმ ინფორმაციას და ის ასეც უნდა იყოს, ხომ? რომელსაც ჩვენ გვასწვის ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები. რა თქმა უნდა. თუმცა ამან დატოვა გარკვეულწილად მისმა პასუხმა სივრცე მანიპულაციების სწორედ ამიტომ აიტაცა ოპოზიციას. რა თქმა უნდა. ვინაიდან ხა საელჩო არის ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორი სახელმწიფო მიზნისათვის ქვეყანაში, მაგრამ საელჩოს გარდა სახელმწიფო მდივანს გააჩნია უამრავი ბერკეტები, ხო? ერთხელ ჩვენ მოვისმინეთ ნახევრად დიპლომატიური პასუხი, მომეპირველი დიპლომატიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე მხრივ ასევე მოვისმინეთ პასუხი, მოდით ესე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის, ხო? რეალურად სახელმწიფო მდივანი ხო პრემიერ-მინისტრი გახლავთ და აი ამ პასუხში თუ ვინმე ელოდა იმას, რომ ეგრევე მივიღებით რაღაცა მკვეთრ პასუხს იმის თაობაზე, რომ ან ესე იქნება, ან ისე იქნება, ყველანი რა თქმა უნდა ცდებიან. აქ ბევრი ინფორმაციის მიღება, როცა მე ვთქვი, ეს არ არის ინფორმაცია, რომელსაც მარტო ერთი მხრიდან იღებს. მრავალი ინფორმაცია შედის მასთან, სხვადასხვა სადაზვერვო ინსტიტუტებიდან, საელჩოდან, რა თქმა უნდა, ის ეხება ასევე არასამთავრობოდან მიღებულ ინფორმაციასაც, მაგრამ ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ ხდება გაანალიზება და რეალური სურათის საქმე. შეიძლება ჩვენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ამ სურათიდან მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მას რომ რეალური სურათი აქვს, მაგიდაზე და ექნება, აქ ორი აზრი არ არსებობს. ფაქტობრივად ხა რუბიოა ის კაცი, რომელსაც მიაქვს ამბები ოვალურ კაბინეტში ტრამპთან. რა თქმა უნდა, პლუს ის ასრულებს ასევე პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობას უსაფრთხოების საკითხებში, დროებით შეთავსებული აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაციები მისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაც ძალიან ისეთი მომენტი გახლავთ. ეხლა ორ ნაწილად რო გავყოთ ჩვენ კითხვის დამსმელი და მოპასუხე, ხო? ჯო უილსონი წარმოგვიდგა გუშინ, გასაგებია რომ მას ძალიან სახელია კატეხილი თქვა ქართულ საზოგადოებაში, თავისი ამ შეკითხვის შინაარსით ის რა ვიცი, ძალიან რაღაცნაირად მომეჩვენა თითქოს და აბასოვი ლაპარაკობდა, გახსოვთ ალბათ მეთიუ მინდერს რომ მუდმივად უშობდა კითხვებს აზერბაიჯანელი, ასე ვთქვათ, დაინტერესებული მიკერძოებელი აზერბაიჯანული წარმომავლობის ჟურნალისტი, რომ იქნება საქართველოზე ცუდი რამე თქმულიყო. დაახლოებით იმ დონის პიროვნება წარმოგვიდგა და მეორეც ახლა მას აქ წესით უნდა ქონდეს ხო საშუალება, რომ რუბიოსთან ეს საკითხი სხვა კაბინეტში, სხვა ადგილას განიხილოს, მით უმეტეს უფრო გლობალური საკითხების განსახილვად. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი ჟესტი და მეორე მხრივ ნახეთ რუბიოს პასუხში ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაზე მარტივად ამოვკითხოთ, რომ გადაწყვეტილებების მიღება, აი ესეთი სერიოზული დონის გადაწყვეტილება, იცით რა საქართველოში ცუდი ხელისუფლება, იცით რა იქ რაღაცა კარგად არ ხდება, ესე ადვილად არ ხდება. თავისთავად ხადია იქნება დაყრდნობილი იმ ინფორმაციებზე, რაც მე ვთქვი და მეორე ნებაზე, პოლიტიკურ ნებაზე და იმ პერსპექტივაზე, რასაც ისინი ხედავენ საქართველოსთან მიმართებაში. როგორ ვთქვათ, როგორი იქნება პასუხი პრემიერ-მინისტრის წერილზე ტრამპის ადმინისტრაციის ნაწილობრივ, აი მცირე პასუხი ჩვენ მივიღეთ, რომ ცოტა ხანი გვადროვეთ. ფაქტურად ეს იყო ხო პასუხი, რახან არ გამოცხადა რეალურად არაფერი და მე როცა აი ხა წინა კითხვის პასუხის დროს თქვი, რომ დამოკიდებული ასევე თუ რა პერსპექტივებს ხედავენ, ეს არის ის მომენტი, როდესაც მათ უნდა გაიანგარიშონ რა უნდათ საქართველოსთან მიმართებაში. ვინაიდან აი იმ ინფორმაციის აბსოლუტურად მათ გააჩნიათ, ერთხელ ხედავენ, რომ არის პრინციპული ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდში რაიმე სამხედრო ესკალაციაზე საუბარი ზედმეტია, ანუ შეერთებული შტატები იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა იქნება, ვერ აიძულებს ამ ხელისუფლებას რომ რამენერად ან ამ ომში ჩაერთოს, ან სხვა ომში, ეს უკვე ძალიან კარგი მომენტი არის
და სხვადასხვა ამის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტიდან მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ის მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს და მეორე ხედავს ასევე რომ ეკონომიკურად საქართველოს არათუ ძლიერდება ძალიან დიდი პერსპექტივები იშლება მის წინაშე. ეს ხო არ არის რომ აი თქვა აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება სამთავრობო ვიზიტები, 1000 ეკონომიკური ხელშეკრულების ხელმოწერა რა, როგორ ფიქრობთ იმ ქვეყნებს არ აქვს ეგრეთ წოდებული ეკონომიკური სადაზვერვო ინსტრუმენტები რომ აიცოდნენ ვისთან აწერენ ხელს და რასთან აწერენ ხელს თუ საქართველოში პერსპექტივა არ არის. შესაბამისად, მან უნდა გაითვალისწინოს ამ ხელისუფლების ფაქტორი და დიდი მხარდაჭერა რაც მას გააჩნია. გასათვალისწინებელია ასევე ის მენტალიტეტი და ტრადიციული ღირებულებები რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ამის დადასტურება იყო 17 მაისი. და მესამე ყველაზე მთავარი დაუშვათ ავიღოთ ხო ალბათობით ნებისმიერ რაღაცას შეგვიძლია ვიანგარიშული ნებისმიერი სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ აი თუ არა ამ ხელისუფლებას ალტერნატივა ვინ არის არის თუ არა ოპოზიციაში ვინმე ისეთი ან პარტია ან რაღაცა ლიდერის მაგვარი რომელზეც შეიძლება ფსონი დადო ის ფსონი რომელიც ჩვენ მოგიტანს იმ პერსპექტივების და იმ ინტერესის ასრულებას რაც ჩვენ გაგაჩნია მით უმეტეს როდესაც მოვიძახი რომ სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით ეს გამორიცხულია და მეორე ამ ოპოზიციაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მაინც ვიწვევ რომ სამწუხაროდ ვინაიდან ჯანსაღი ოპოზიცია უფრო სასურველია ქვეყნის განვითარებისათვის არავინ არ არის ისეთი ვიზეთ შეიძლება ნორმალურმა ხელისუფალმა გააკეთოს და დადოს თავისი ფსონი შეერთებული შტატებიდან. კი ბატონო, აი ოპოზიცია ახსენეთ ახლა და მზადება ბჭყალებში ცხელი 26 მაისისთვის ხელისუფლების და ოპოზიციის გეგმები ვიცით. აი როგორ ფიქრობთ, წავლენ ვაბანკზე რადიკალები? იცით რა, ალბათ ვერა. შეეცდებიან ეს იქნება ტრადიციული, მოდით ასე ბჭყალებში ვთქვათ, გაჭიმვა პოლიციის კორდონის წინ და მეტი არაფერი. და დაკმაყოფილება იმითი რომ აი ჩვენ აქ მოვედი, ჩვენ აქ ვდგავარ და ამ შემდეგ. 26 მაისი არის ყველას დღე რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა პატივისცემით უნდა მოეპყრას ამ დღეს. უმეტეს მთელი რიგი ღონისძიებები არის დაგეგმილი და მათ შორის ეს ღონისძიებები როგორც არის თავდაცვის ძალების, სამხედრო მოსამსახურების ფიცის დადება და თუ იმე ფიქრობს რომ ესეთ ღონისძიებას ხელი უნდა შეუშალოს, მას არც ქვეყანა უყვარს და არც წარმოდგენა არ აქვს იმის თაობაზე, რა დღეს არის მისული და ისთვის არის მისული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ლევან ნიკოლაიშვილი საუბრობდა.